გითხრათ თუ არა. ჩემმა უხალხობამ დაგაგხოთ. არა უშვებს. გაგიგით. გაბრძანეთ. მე თქვენთვის მადლობა მინდა დამეთქვა. არაფერს. მართალია სულ სხვა სიტყვებით, რომლებიც მოვიფიქრე, მაგრამ რომ დაგინახო. არა გოგონას ისაუბრებს ტექსტი დაავაწყდა. ძვირფასობას ნელ დღეს შენი დაბადების დღეა. თქვენ ვალდებული არ ხართ. მისმენეს რომ ციხეს სწორედ ჩემი ადამიანებისთვის არ შექმნილი. ეხლა გამომსწორებელი ვარ. ისე მსხვენია, ისე მეშინი. აი ეს უკვე ორი დამამძიმებელი ბრძოლაა. თან ამას კიდევ მადლიერება დავუმატეთ. რაც შეეხება მელოდრამას, შემიძლია გაგათავისუფლოთ. ნაფიცი გზაჯობნი თქვენ აუცილებლად გადამართლებთ. გაზეთის წინაპრებს კი თქვენი გამოსახულება გაცილებით უფრო მოუხდებოდა. ვიდრე შეიძლება. მამა თქვენი მწვავარა, იგივე ირონია, შავრად მყოფელი სიტყვები. ერთნაირი თვალები. ფიქრობთ, რომ მე მას გავარ? ძალიან გახლავთ. ადვოკატი. მომეჩვენა, რომ ის ლაპარაკობდა. დიდი მადლობა. გთხოვთ, კაროლინა. გთხოვთ, გაჩერდეთ. რასაც ვერიდან ეს ტირილია, გთხოვთ, შეწყვეტეთ. სხვის ახოცი არ გაქვთ? არა. რა თქმა უნდა. ალბათ ტირილი არ გქონდა იმაში. არა, რა თქმა უნდა მომეცი. მაბადიეთ. ზემე დღე მქონდა. საცი მისვალებულია, ოთახში ლეგრანი გაბადიალობს. და ამ დროს თქვენ შემოხვედით. თქვენი სილამაზით. კიდევ გავარებთ მას. უკვე არა. არ ვიცით, მაგრამ მე ეს მამშვიდებს. ხო. უკაცრავად. თქვენ არასდროს ყოფილხართ ვისი საყვარელი? არასოდეს. და არც არავის საყვარელი არ ყოფილხართ? არა. და როგორ ფიქრობთ? ისეთ გარკვეულ ადამიანს რომ ეცხოვა თქვენთან ურთიერთობა. როგორ იცნება? დათანხმდებოდეთ. დროია. ხსნელი გრაფია. როგორ დაიწყეთ ხოლმე ეს მოხდა და ამას აკეთებდა. შემოდით. მე ვარ. ხედო. ღმერთი ჩემო, სილვია. ტრაურის წარება ნამდვილად გიხდება. საუბრობ მოგრაცეს? რა თქმა უნდა. რა? ხო. მარტო არ გამხმობიშე. არა. არ მოგეჩვენ. ლამაზია. ვი? ახალგაზრდა და გოგონა. რომელსაც ცხვრის სახოცი დარჩა.
შეიძლება შენ სამყუროში ხარ. სილვია. ფრანგ. იქნება ჩავეყოთ ერთმანეთს. შენი პრობლემა შესაძლებელია? სადაც? კონი გამოვიდა რა? როგორ ახერხებ რომ ყოველთვის ესეთი აუტანელი იყო? მე გაუცნობდი ესეთი ამის. აი პირადად მეტი წუხარებას გაგვიცდი. მამის გარდაცვალება, სახლში პოლიციები. მოგეთ ძალიან უსურვებია. რას იზამთრებები? ეს ხომ ატიერსაკი ადამიანის სუებრია. მე გრანთან გადავარაკება უსადი, მაგრამ არ მომისმინა. ოთახში ჩაიგედა. გაფრთხილებული მარია კართან დგას და ნერვიულობს. რასაც მივცედი რომ გამიგონაზე ლაპარაკი. სამწუხაროა რომ ვერ გაიგებ. ფრანგ. გეღო. ას მიხარ ჩვენი. ერთხელ მართლაც ვიტყვი. ოღონდ მაშინ სამწუხაროდ მარტო ვიყავ. კერტუნდა მითხრა რომ ჩემი ნახო გინდოდათ. ჩვენ გადავწყვეტეთ რომ შეთანხმების კონტრაქტი შევადგინოთ. რომელსაც ჩვენ ყველანი ხელს მოვუძებთ. შენს ჩვენი. რასაც შეიძლება. საკუთარ თავს არენდობით. რა გინდა? არ უბრალოდ მინდა რომ რომელიმე თქვენგანი მომიდეს, ხელი გამომიწოდოს და მითხრას. ფრანგ, ჩვენ შენ ვჭირდებით. სულ როგორ ჩანს ბევრს არ მითხოვა რა. რომ ცოდნოდა, უნდა ცოდნოდა. ფრედერიკ, უნდა ცოდნოდა. შემიძლია დავხედო ამ პოეტურ თხზულებას. რა თქმა უნდა. ფელიცია როგორც საჭიროა. ჩვენ ქვემორე ხელის მომწერლი გადასტურებთ რომ ეს შეგვიძლია. შესანიშნავია. ძალიან კარგი. შეიძლება შეიძლება რომ გამოვა გადმოცე. რა თქმა უნდა. სადაც ის ამ ფրանცეს ლეგრანი. უნერულ ვახავერა. ცოტა გულში მოგზაჭარები. თორე ისე არ ამიშავს. ჟურნალისტად. სმალევა. ამის გამიგანდა მაგრამ მარია მარიამ არაფერი არ იცის. ჩვენც ველოდები. მაპატიეთ, დიდხანს გავოდით. შენც ვარ, ხო? როგორ არის საქმე? ადასარე. საერთოდ ჩამოვა. სადა ვიყავ? მოგზაურობა. მეგან. მამა ნახე. დიახ, ნახე. და კარგადაც დავაყალიბე. მინდა გითხრათ რომ ძალიან ცუდად გამოვიდა. ლეგრანი არ თვლის რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. დიახ. ეს ხდება. მას თავი გატეხილი აქვს, განსაცმელი შემოხებული. სახე ჩამოკრაწული. სიკვდილი 2-დან 3 საათამდე დაფიქსირდა. მაგრამ გონი ახალი არაფერი გეთხოვს, ხო? სრულებით. მაშინ ვინც მოკლა სიკვდილი, პირდაპირ აღიაროს. ამით ზებები იქნებისგან გამოთავისუფლებს. ერთი წუთი ვერ გავიგე. თქვენ თვით რომ პლენი რომელიმე ჩვენგანია? რა თქმა უნდა, ფრედერიკ. არ აგონია მარიას ამდენი ძალა და ენერგია დაეხმარა ვიღაც უცხოს გამო, არა? და იქნების თვითონ არის მკვლელი. ვინ? მარია.
ამას ფენზიარები პრესიულია, მაგრამ იცით ის არ არის მე ვარ კლენი ჯერ თავრიკობა ახლა კლელობა ცოტა ხომ არ არის მე ხომ აქტიური ეს კლელობა არ იყო პრაქტიკულად თავს იცავ მისი კარი არ არის ეს არის შემთხვევა იურიდიულად ის კარი ერთხელ იგება სცემა ჯოხი ესე იგი ფაქციურიერი იყო სუსტად რა განაგზე ისე მე მომბეზი და ასე ცხოვრება აქეთ იგი თხეთი არის ეს სროწული ხულიგნობები და გადავწყვიტე დასახმარებლად ჩემს მილიონერ მამასთან დაუბრუნებული ყავი მით მეტეს რომ მე მეკუთვნოდა ქონება რომელიც დედა ჩემმა დამიტოვა და ჩემს საყვარელ ოჯახს დღემდე არ გადმოუცია მაგარია ზოგადად მაგრამ გაითვალისწინეთ ეს მნიშვნელოვანი ჩვენებაა დიახ დიდი მადლობა გამოძიების პროცესში თუ რაიმე წინადადება გექნებათ არ მოგერიდეთ აუცილებლად მადლობა მამასთან დალაპარაკება გადავწყვიტე მართალია ვიცოდი რომ ეს შეხვედრა სარისკო იყო მით მეტეს ყველას გახსოვთ ჩვენი წინა შეხვედრა როგორც დასრულდა ძალიან მიცოდი ჩხუბის მიზეზი მაშინ საიდუმლოდ დარჩა რა დიახ საიდუმლოდ დარჩა მე მოვედი 2:30-ზე დარწმუნებული ვიყავი რომ კაბინეტში მარტო დამხდებოდა წარმოგიდგენთ მისი მდგომარეობა მე რომ დამინახა აუტანელი ხასიათი ჰქონდა 5 წუთის შემდეგ პენსიას ვეღარ თავიდან მხოლოდ თავს ვიცავდი ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე და ხელი ვიყარე სულ ეს არის სიმართლეს გოს თქვენ აფრიკალურ კალბოს კი აკი შევერი არ გასაგში ჯერაც არ გასულა ველოდებით სადაც სადაგში დივარი ხალხი უკვე წავიდა არა ლეგარდი და ფრანც ახლა დააპატიმრებ ბლაუ კან აბა მაშინ ეხლა თუ გორკილებს დამატე იცოდე სახის გამო რაც შეეხება ჩემი სახის გაფორმებას ფრანგ ეს ჩემს ძალებს აღემატება ლეგრა იქნებ არ იყო საჭირო ლეგრას ფრანგ ხილებს ისე ვიქნე კი ძალიან ხოთ ლეგრა გააკეთეთ თქვენი საქმე უკვე ძალიან დავიწყეთ მართლაც უკვე ძალიან დავივალეთ ნამდვილად არის ხო დავიწყეთ არა არ წავედით მოიცადე მე ხომ მაგია ხო მაგია იმედი მაქვს უმრობს მე დამნაშავეს ეცე მანაკი არა ვერ გავიგე რატომ მორჩოხობ მე არ მორჩოხობ თედერიქ მე უარს ვამბობ ლეგრა თქვენ უარს ამბობ ფრანცის დაპატიმრებაზე კატეგორიულად და რატომ გამაგები ხო მაგია მე რა მე მინდა რომ დაამთავროთ ეს მასკარადი ფრედერიკ თქვენ გაქენი თქვენი ბანდა ბანდა? დიახ ბანდა და თქვენ გიჩვენე
ბატონი ფრედერიკ მარესკო საჩივარს ამზადებს იმისთვის, რომ მის ძმას ფრანკს არ მაპატიმრებდა. გადასარევი. მე როგორ მგონია? მე ამდენი წელი გამომძიებლად ვიმუშავე და იმასაც ვერ ვხვდები, როდის მავიყვებენ და როდის არა. თქვენ სულელი ხომ არ გგონია? ძალიან ხო შეწყვეტოთ. მამა მომიგეს. და ბოლოს ვიხო კულელის დაბადებებას. ამაში გითხარ? თქვენ თუ არ გინდათ ჩემი დაბადება, მე თვითონ ჩავვარდები პოლიციაში. დიახ, მართალია. შეიძლება. ის სახე საშინლად არის დაგაწეული. შენ ყველა ხშირი მოჭმული გაქვს. შენ რომ დაგირთვა მისთვის ახლა, სხვანაირი სიმღერით იქნებოდა მკვდარი. და იქნებოდა სულ უკეთ დაარქა. მაინც მამა. გინდათ სიბარდე. გინდათ? უძლებელია. დიადის სიპრიენ მარესკო. ქალმა მოკლა სიკვდილი. ია? ქალმა. ქალმა? კი. რომელმა ქალმა? ყველა. ქვენთან მარია. მაგალითად სილვია. რესისული. რატო? მე ვერ მოკლავდი. მარია. რატო მე მოკლა? ეს გამორიცხულია. მე ვერ მოყვავდი. შეუძლებელია. ფრანკ ეს შეუძლებელია. უთხარი ხარ. ფრანკ უთხარი ყოველთვის. სიამოვნებია. უბრალოდ ახალ ტრიბუნალს გადავშე. არ ვაპირებ ყველაფერს თავიდან დაწევს. ხო გამიშვა. რაღაცის ნიშნავს აბი. ნუ ჯერ ვერ ვხდები ისი. მაგრამ იმას გაზრდა სილვია. რომ სამი ცოცხალი ვარ. ამას ვერ მოახერხე. თქვენ ბოლომდე მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ. როგორი გარეწარი. ოჯახის მეგობარი. როგორ პატივს ვცემდით. გამოცხადეთ ფუტუშებს საფალით. ერთგულე. თქვენი ფუტუშები არ არის შუაში. როგორ ვერ ვხვდებით თქვენ ყველანი ერთად რაღაც გმაბოროტებას ემსახურებთ. თქვენ ეს ოჯახი გგონია? ოჯახს სიყვარულით არა მარიკო. აი სიბრიელმა ამ ოჯახისგან თავისი მსგავსი უჩვული შექმნა, რომელსაც მე გავანახე. ყველაფერი დაგეთია. თქვენ ხომ შურის ძიება გიდათ და რა თქმა უნდა, ყოველთვის ხომს იზეზი. მაგართან რომ ვერ მოახერხეთ მარიას დაუბრუნება. ამის გამო ხომ ის შინაბელი ხდება. სილვია, შეიძლება მარიას შეუღარო. აკიდა ფრედერიკ. ისედაც ყველა მისის. საგამოდან წერილი მოიტანეს. მამას წერილია. ნოტარიულად არკიცები. არა, უბრალოდ მიმართვა ჩაწერილი. დარიგება ოჯახის წევრებს. გეტყოდა, სად არის შენი ფისაკავი? რა თქმა უნდა, მოიტანე. ეგრე ჩემი ფიქრობ მახალწულოა. შენ არ გონია სამგობია რომ არ შედაფასვადირე? კაპერატიოა. მამა მიმართვა ჩაწერილი. ისე მისი თავდაბოლისი. სარასკოს დაბა. დიდი მადლობა, გეტყვი. მე ეს მოგნება კითხულობ. მე მომითხოვ რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ეს ჩანაწერი სასწრაფოდ მოისმინონ ჩემი ოჯახის წევრებმა. ესტელას ჩათვლით. მარია, დაუძახე ესტელას. აი რა შეგეხება თქვენ მეგრა. თქვენი სახელი არის მოხსენიებული. საერთოდ არა. ხუი. ყურადღებას მომავართ. ჩათვალეთ რომ არა. კი, ეს მხოლოდ ოჯახის საქმეა.
ლეგრანს უფლება აქვს, რომ ჩვენი ოჯახის სურვილები არ გაითვალისწინოს. დიახ. და დავესწრები კიდეც. თან არა მარტო მე, არამედ კაროლინა პერეტიეც. რა? რა? უბრალოდ არის. არა, ეს კონფიდენციალური მიმართვა მხოლოდ ვარესკოს ოჯახის წევრებისთვის. თქვენი აქ უნდა დაუშვებელია. და თანაც თავს გვაქვს ისეთ პერსონას, რომელმაც არავითარი კავშირი არ აქვს ჩვენს ოჯახთან. რომელიც ეჭვმიტანილია. ახლავე დაუძახეთ კაროლინა პერეტიეს. ამ შემთხვევაში ჩანაწერის მოსმენას გადა. კი ბატონო. თქვენიება. მაგრამ მე ახლავე მოვისმენ. ჩარდეთ. სალის წინაშე უცვლი. რამე მოგართვათ? არა, დაჯექი და მოусმინე. რა დროს მოსმენა? სარეცხა. დაჯექი და მოусმინე. ყველანი ვართ? და როგორც ხედავთ, მოესწარეთ. მოხუცმეში მაგრამ ფეხები გაჩი. ფრედერიკ, შეინახე ცვილს ახოცი აუტანელი აკიდარი. ხოლო ერთმანეთს ისე როგორ მინდოდა თქვენზე მეტი მეცოცხლა, მაგრამ ყველანი ვარესკოები ხართ და ვერ მოგერიეთ. მოხუცეში მაკი მკვდარია და ძაღლები მოლოდინში გაიყვნენ. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ და ალბათ ყველას გაწუხებთ ის აზრების დავრიშავ შეცვლილებრივად. რამდენჯერ ვუხარ? ერთი და წასული. რომელი ხითო ფრედერიკ, რომელმაც წესიერად სამის გამოწევაც ამიცის. კარგი გამოგაცოთ. ვნახოთ იმ გამოგებაში მოვიდეთ. შენ ფრედერიკ, ბოლოსთან ბოლოს ყველაზე უფროსი ხარ. წარმოსადეგი უმაღლესი ლეგიონის ორდენით მკერდზე. მაგრამ სამწუხაროდ ეს სახალისი არ არის. შენ ხომ სულელი ხარ. კარგი, ჩემგან შემჟაიანის მიწებს მიიღებ და უბნებას შეინარჩუნო მთელი ეს შენი დიდებულება. გაჩერდო და დაჯექი. შემდეგი მარია. ვის ველოდებოდით და იმედი გამიცემდა. გოგო დაიბადა, მაგრამ არც ბიჭის სტოლს არ დებდა. საცოტა ლეგრა. მე რომ არა ეს ჩერჩილი ლოგიში შემოგიძვრები. მამა, და კარგი, ქარხანას მაინც ვერ მიიღებ. კაცი ცელის შეგდება. შენ დაგჭება ჟაირის აქციები და მენახები. სახლები პარტიზანში და ბუთში. მოხდიხა. როგორც მეგონი ცუდი არ არის. მადლობა მამა. შემდეგი ერთობა. ჩვენი კეთილი და პატრონსი ერთობა, რომელიც ხათმი იყო გადაცემა. მედი მაქვს ამოგივეცე ის სულით. შენ დავიდოვო. ერთგვარში გაკოტრდები. შენ საფერმას და ციხეს ბურგამეთში, სადაც საშუალება გექნება შვიდად დაალინოს. მადლობა მამა. ახლა ისინია. შენ იმდენი სამკაული გექნება ზეზე. მამა. ისიც ვერ მოახერხე, რომ ურთიერთობები დაგელაგებინა ჟილბერთან და იმ შესაყვარებთან. რას მოდიავთ ეს კაცი? გასწრაფაზე. შენ პორტრეტს დაგიდო კაბინეტში მოგი. ხოდა ამიხებ მე მაგ პორტრეტს და სადაც ესე მოვისწრე. საზის ხარ.
ჯერ გუიჩქარეთ. ყველაფერი, რაც მოგეცით, ჯერჯერობით თქვენი არ არის. ის გახდება თქვენი მაშინ, როდესაც ამას მოისურვებს ერთ-ერთი თქვენთაგან. ის, რომელსაც მოგიცეთ ყველაფერს. ყველაფერს. ბრანგ, შვილჩი გამიცი. შენზე ლაპარაკობ ჩიმოვიჭი. შენ ერთადერთი ხარ, ნამდვილი ჩემი გვარის გამგზავრებელი. აი მაშინ დავწუნდი ამაში, როცა ვიჩვენეთ და ერთმანეთს ვცემთ. არა, სულაც არ მომხილებდი შენს ეს სტელას დათმობას. აი ვერ მოგცემდი უკეთეს მოწაფეებია. ეხლა ფრედერიკ ახლა გაჩერდი. ეს ფრანცო. იმიტომ რომ შენ გაბრაზო. კიდევ ერთი სიტყვა და მილიონს დავუტოვებ. მოკლედ, ახლა შევეძლებ. მიხედე საქმეს. წარმატებას გისურვებ, შემოგვიჭი. თქვენ კი კარგად ვიყავით. ღმერთი თქვენს კი. Robert
შენერი ამბავი. წადით. რას უცით? უცდირობის დაწნარდებით, ფრედერიკ. რამ? შენ უნდა გადაწყვიტო ეს ამბავი. ახლა ყველაფერი შენს ხელშია. გინდა იცოდე მამა შენის დანაშაულებების შესახებ? შენს წინარეა. ფრედერიკი, მარია, გერტრუდა და სილვია. მამა შენი ყოველდღე აცლიდა მათ სულს და უსულოს საგნეცეს გაამსგავსა თავის დიდების ძეგლებს. ბრან, თუ ჩვენი სისხლის ხარ აიცულა ეს ადამიანი რომ გაჩერდეს. ფრედერიკმა აღზრდა მათ ნახით მიიღო. ამბობდნენ მთელ ქალაქს აკუებდა მისი ხმელების ხმა. სამხედრო სამსახურზე ოცნებობდა და შეხედა. სიპრიენმა ის ბუხაოს ხმალს დაამსგავსა. საფარი ჩემს გაყენებ შეურაცხყოფას. შემდეგი მარია ქალიშვილი. ნამდვილი კატასტროფა. ამბობდნენ სამი კვირა არ გამოხიზლებულაო. მისთვის ხომ მხოლოდ კაცები არსებობდნენ რა. ვიყარ გაჩერდი. აქ სხვა რა. ლაჩხის გარეშე. სიხმარობით წვრთნა დაიწყო. როგორც კი წერა-კითხვა ასწავლა, ეგრევე მუშაობა დააწყებინა. 20 წლის ასაკში მარია უკვე მკვდარი იყო. შემდეგი გერტრუდა ის ხატვაზე ოცნებობდა და სიპრიენმა სულ მათრახით ამოუგდო ეს სურვილი ტვინიდან. კითხეთ ერთი რამდენი ხანი გააგებინა. ეგ რა გაჩვენე ხო? აღარაფრის ვამბობ სილვიაზე, რომელიც მონოფიზიკის არის დაბადებული. კან, მეც შემეძლო რომ ჩემი კარიერა პარიზში გამეგრძელებინა, მაგრამ მაშინ მოარი უნდა მეთქვა მარიაზე, რომელიც ბებედ ძარც თოკით ყავდა მიბმული. მეც ველოდებოდი როდის დადგებოდა ეს დღე და ახლა ხელს წინაშე მესამე თანრიგის უბრალო გამომძიებელი დღეს. მამა შენი არ გქუოდა. შენ მართლაც ძალიან გავხარ მას. ახლა ჩემს შანტაჟზე გადავიდეთ. წადი რა. წადი რაც შეიძლება შორს და მეც გავჩერდები. რა თქმა უნდა დაწერებულ მამაცუხებელ ნეკროლოგებს და სიპრიენ ბარესკოს დიდებულად დაკრძალავენ, მაგრამ როგორც კი პირობას დაარქვი, შენს ქალბატონს ციხეში მივაგზავნე. თანაც ისე რომ მაქსიმალური ვადა მისცე. ახლა შენ აირჩიე. ერთმა ადამიანმაც მითხრა, რომ მე მამას ვყავდა. მის თვალებში შიში და ცრემლები დავინახე. მე აღარ მივდავ შიშის დანახვა. ასე რომ წავედი. Sure.
ზოგადად გადასცეთ, რომ ციფრი ევარესკოს გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო. ეს დასასრულია, მარია. ვიცი. ვარესკო გამხდად მყდარია და მე მოკალიც. შენ ახლა თავისუფალი ხარ. არასოდეს არ გაბატონება მას. მე ახლა წავა და დაგეგმე. შენ შეგიძლია რომ ბედნიერი იყო და ამ ბედნიერებას მე მოგანიჭე. გვიანია გეგრან. ძალიან გვიანი. დიდი ხნის წინ უნდა მოგიყვანის. მარია, ყოველთვის ვერ იღებ იმას, რაც გსურს. მე უკვე აღარაფერი აღარ მსურს. მაშინ რატომ გამოიბრანჟე? რატომ შევიცი ეს კაცი? არ ვიცი. ალბათ შენთვის. მაგრამ გვიანია გეგრან. მე უკვე აღარ გამოვადგებ. მე დაგიმტკიცებ რომ ასე არის. მე აღარ მოყოლ შენ.